მსოფლიო ჩემპიონატის ფინალმა დამაფიქრა, რა თქმა უნდა, ძალიან არასპორტულ რაღაცებზე, ისევ პოლიტიკურ ვითარებაზე. ამერიკაში, ევროპაში და ზოგადად დასავლეთში უკვე იმდენად ეშინიათ ამხილონ განვითარებადი ქვეყნების იქ კორუფცია, ადამიანის უფლებების დარღვევა, უთანასწორობა, რომ მათ არ დააბრალონ, რომ დამპყრობლები არიან და ისევ უნდათ, რომ ამ ყოფილი კოლონიების საქმეებში ჩაერიონ, მათი სუვერენიტეტი ხელყონ და ამცირონ, რომ ეს არის რასიზმი, რომ ამით საკუთარ უპირატესობას უსვამენ ხაზს, როცა საუბრობენ, რომ ამ ქვეყნებში პრობლემებია და უსამართლობა. თუმცა ახლა მე საქართველოს არავინ არ დაუპყრია, შესაბამისად ძალიან თამამად შემიძლია ჩემი აზრი თქვა ამ საკითხზე. ზოგადად მე ყოველთვის აქამდე ისევე როგორც ბევრი ჩვენი თანამემამულე მხარს უჭერდი და გულშემატკივრობდი ხოლმე ეგეთ ჩემპიონატებზე, უფრო ღარიბ გაჭირებულ ქვეყნებს. მაგრამ მეორე მხრივ რო შევხედოთ, ეს ქვეყნები, ისევე როგორც საქართველო მაგალითად, ხო? დიდწილად ღარიბები არიან, იმიტომ რომ მაჯლაჯუნები ასხედან. და ვიღაცები ჭამენ ათეულობით მილიონის შესარგებს და შესაჭმელს, ესე ვთქვათ. ერთეულები და მილიარდერები. აქედან გამომდინარე, ასეთ ქვეყნებში უბრალოდ ძალიან დიდი უსამართლობა არის ხშირად. და კითხვა ისმის ამ ქვეყნებში, რამდენად აქვთ ღარიბ ადამიანებს, გაჭირებულებს, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს შესაძლებლობა, რომ წაიწიონ სპორტში, შოუ ბიზნესში, კულტურულ საქმიანობაში, შემოქმედებით საქმე, მეცნიერებაში. მაგალითად, ევროპულ ქვეყნებში მე დარწმუნებული ვარ, ხო, თუნდაც იგივე ესპანეთში, რომ ნებისმიერ გაჭირებულ ადამიანს ბავშვს აქვს შესაძლებლობა, რომ განვითარდეს და გახდეს ფეხბურთელი, დაწინაურდეს. საქართველოში თუნდაც ფეხბურთზე შესვლა, ფეხბურთზე სიარული ბავშვისთვის იმდენად ძვირი ჯდება, თავის ეგრეთ წოდებული სბორებით, ცეკვებზეც, ცეკვების ფორმებით მშობლების საყიდელია, რომ ღარიბი კი არა, ანუ საშუალო ფენის წარმომადგენელიც კი ვერ გაწვდება ამ კარიერამდე მისვლას, მიკარებას ახლოში. იმაზე აღარ მაქვს საუბარი, რომ მე პოლიტიკურად თუ ვიღაცას არ აწყობ და ტაშს არ უკრავ, გასავალს არ გაძლევენ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ იქ მაინც კიდევ კორუფციაც არის, ნეპოტიზმიც არის. ზოგიერთ ქვეყანაში გამიგია, რომ მწვრთნელს ფულსაც უხდიან აქეთ, რომ ყურადღება მოგაქციოს. პარასპორტსაც ეხება ეს სხვათა შორის და სხვა ბევრ რამეს. ამიტომ აი ასეთ ქვეყნებს, სადაც ადამიანები იჩაგრებიან რეალურად, რამდენად გვინდა, რომ დაუჭიროთ ხოლმე მხარი და ტაში დაუკრათ. ეხლა გასაგებია, რომ მაგალითად იგივე საბჭოთა კავშირიც, რომ ოღონდ ამერიკისთვის გადაესწროთ კოსმოსში და სადღაც ელემენტარული არ ქონათ ადამიანს, რა ჰიგიენური საფენირო იყო, ის არ მოიპოვება და დეფიციტი იყო ახლა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში და იგივე ხდება ახლა ამ ქვეყნებშიც, რომ რაღაცნაირად რო ხდებიან, რომ მაგითი არეკლამებენ თავს, როგორმე ახლა ერთ ნაკრებს ბოლო-ბოლო იყიდიან ფეხბურთელებს, მოქალაქეებს დაურიგებენ და რამენაირად თავის გასაპიარებლად ესე ერთ გუნდს ან ერთ რაღაცაზე გააკეთებენ აქცენტს და დანარჩენი ადამიანები თუ გარიყული და ჩაგრული ყავთ, მათთვის შესაძლებლობები არ არსებობს, ასეთი ქვეყანა რამდენად საგულშემატკივროა და ტაშია დასაკვრელი, უკვე არ ვიცი. აი, ქართული მაგალითად, მე ნამდვილად ამ წუთში არ ვიცი არგენტინაში რა ხდება მაგალითად, მაგრამ ქართული რეალობიდან გამოვდივარ პირადად მე.